ის მერის მიერ 2012 წლის იანვრიდან 2013 წლის ივლისის ჩათვლით შრომითი ანაზღაურებაზე დახარჯულია 14.552.000 ლარი. აქედან ხელფასებზე 4.200.000 ლარი, დანამატებზე 1.5 მილიონი ლარი, ხოლო პრემიებზე 8.700.000 ლარი, ანუ ორჯერ მეტი ვიდრე ხელფასებზე. აღსანიშნავია, რომ პრემიები მხოლოდ თანამდებობის პირებზე გაიცემოდა და არა რიგით თანამშრომლებზე. და ხშირ შემთხვევაში თანამდებობრივი სარგოს 500-600%-ს უდრიდა. მაგობები გამოვლინდა ეს არის თბილისის მერის მიერ მოწყობილი მიღებები. კერძოდ 896.000 ლარის წარმომადგენლობითი ხარჯებიდან 480.000 ლარი დაიხარჯა ამ ხანაგობების თავმჯდომარეობისთვის გამართულ ბანკეტებზე, ფურშეტებზე და ღონისძიებებზე. მარტო 2013 წლის მარტის თვეში ბატონმა ყოფილმა ქალაქის მერმა და ბრალდებულმა გიგი უგულავამ მარტის თვეში დახარჯა 38.000 ლარი. სატელეფონო ხარჯი იყო ეს მისი. მე როგორც საკრებულოსებს მაინტერესებს რომ ეს ხარჯი რომელიც არის აბსოლუტურად არამიზნობრივი და ამით შეიძლება ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება და დაახლოებით 2 მილიონამდე 1.5 მილიონზე მეტი მაინც არის აბსოლუტურად სხვა სოციალურ თუ ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდეს. ბატონი ქავთარაძის განცხადებები არის უნიჭოდ შესრულებული პოლიტიკური დაკვეთა. წვევის აქტი არის შესრულებული პოლიტიკური დაკვეთის საფუძველზე, რადგან არ ახლავს არც ერთი დანართი და რას ეყრდნობა ის მათი შინაარსი შესაბამისი აქტის გაურკვეველია ჩვენთვის. ეს ადმინისტრაციას ამ აქტზე ხელი მოწერილი არ აქვს.